ერთ-ერთი ლიდერი ასევე ჩვენს ბაღში ვარდი Rhapsody in Blue. აი რამდენი კოპრები აქვს ეს იშლება ყვავილი. აი გუშინ ეს გაიშალა. ეს ვარდი ითვლება ერთ-ერთ დღეს არსებულ ჯიშთაგან ერთ-ერთ ყველაზე მიახლოებულ ლურჯთან. თუმცა მე ამას ლურჯად ვერ აღვქვა, მაგრამ როგორც ვიცით, ლურჯი ვარდები არ არსებობს და აი ამ ფერის ვარდებს ეძახიან ლურჯს. შარშან დარგული ენერგია, დიდად ძლიერი ენერგია არ იყო თვითონ თავდაპირველად და შესაბამისად ნელა ვითარდება, მაგრამ მონაცემების მიხედვით დაახლოებით მეტრა 20-მდე უნდა ავიდეს ეს ვარდი, ოფიციალური მონაცემების მიხედვით. სურნელი აქვს. 2 ღრუბლით იყო შეფასებული სურნელი. ინგლისური ვარდია, მაგრამ არა ოსტინის. სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე სელექციონერის გვარი, მაგრამ ეს არის ინგლისში გამოყვანილი ვარდი გახლავთ. აქვს დიდი გამძლეობა წვიმის მიმართ, ყოველ შემთხვევაში ესე უწერია მონაცემებში, თუმცა აი ფოთლებზე რა შეიმჩნევა, არ ვიცი. ლაქიანობა ერთადერთი ამას აქვს. ლაქიანობა, შემდეგ აქვს მაღალი გამძლეობა წვიმის მიმართ და საშუალოზე მაღალი გამძლეობა ნაცრის მიმართ. ჩვენთან შარშან არ ვავადია, ესე ყვავილობდა, განმეორებადი ყვავილობაც ჰქონდა, მაგრამ რადგან პირველი წლის ნერგი იყო, ბოლომდე მის ყოველთვის ეფაზე ვერ ვიმსჯელებს და ალბათ უფრო და უფრო წარმოაჩენს თავის თავს დროთა განმავლობაში. ულამაზესი ვარდია და შემდეგ შევეცდები გადავიღო, როცა უკვე ყველა კოკორს გახსნის. Rhapsody in Blue.